გამარჯობა მეგობრებო. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა არხზე, გთხოვთ დააჭირეთ ლაიქს, გამოწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი. ეს ნამდვილად გვეხმარება კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოების შექმნაში. დღეს განვიხილავთ ილია ტოპურია და მისი მომავალი გეგმები UFC-ში. ჩვენს მეგობარ ალვარო ტოლმენეროს მიერ ჩაწერილ ინტერვიუში ილია საუბრობს მომავალ ბრძოლებზე და ახლის სტრატეგიებზე. ბევრმა გულშემატკივარმა შეიძლება იფიქროს, რომ ილიაერიდება არმან სარუკიანის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი ბევრად ნიუანსურია. ილიას თქმით, მან ჯერ UFC-სგან კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია, ამიტომ შეუძლია მოუწყოს საკუთარი სტრატეგია მომავალი ბრძოლებისთვის. ამასთანავე, ილია აცხადებს, რომ მისი ყურადღება ახლა პედი პიმბლეტზე კონცენტრირებულია, რაც ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე შეიძლება აირჩიოს შეადარებით მარტივი, კომერციულად საინტერესო ბრძოლა, რათა მეტი მაყურებელი და შემოსავალი მიიღოს. იგივე ინტერვიუში ილია აღნიშნავს, რომ კარგად იცნობს არმან სარუკიანის შესაძლებლობებს, მის პოზიციას რეიტინგში და მიღწევებს. ასევე იცის პედი პიმბლეტის სტატუსი. მიუხედავად ამისა, ილია ირჩევს პედი პიმბლეტს, რაც არ ნიშნავს, რომ სარუკიანის წინააღმდეგ ეშინია. უბრალოდ ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი კარიერისა და ბიზნესის თვალსაზრისით. ილიას თქმით, ყველა გადაწყვეტილება დეპენდირებს ორ მხარეზე, UFC-სა და მის საკუთარ ინტერესებზე. ეს აძლევს მას მოქნილობას ნებისმიერ დროს შეცვალოს გეგმები. თუმცა ძირითადი ხაზი ნათელია. ილია ღიაა გამოწვევებისთვის, გეგმავს ბრძოლებს სტრატეგიულად და არერიდება ყველაზე რთულ მეტოქეებსაც. პოლკის მნიშვნელოვანი დეტალია ილია ტოპურია გეგმავს ორი ბრძოლა 6 თვის განმავლობაში. პირველი ბრძოლა შედგება პირველ კვარტალში, მეორე კი ზაფხულში, როდესაც შესაძლოა გადავიდეს ველტერულ კატეგორიაში, რათა მიიღოს მონაწილეობა მესამე სინტურონის, ანუ ყალბის სახელწოდება Pound for Pound Island ბრძოლაში. ეს აჩვენებს, რომ ილია მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და ყურადღებას აქცევს სპორტის პოპულარიზაციას. ამასთანავე, პოლკის მთავარი დასკვნა ასეთია. ილია არერიდება რთულ მეტოქეებს, უბრალოდ იყენებს სტრატეგიას კომერციული ინტერესების გათვალისწინებით. პირველი ბრძოლა იქნება პედი პიმბლეტთან, რაც უფრო მარტივი, მაგრამ პოპულარულია. ზაფხულში შესაძლებელია რთული ბრძოლა ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ველტერულ წონაში. სტრატეგია აერთიანებს სპორტულ გამოწვევებს და ბიზნესის ინტერესებს. ახლა გადავიდეთ ინტერვიუს დეტალებზე, სადაც ილია ტოპურია საუბრობს მომავალ გეგმებზე UFC-ში. ილიას სიტყვებით, მას ჯერ არ აქვს კონკრეტული შეთავაზება UFC-სგან, მაგრამ ის უკვე აანალიზებს შესაძლო ბრძოლებს. ეს აჩვენებს, რომ ილიას გეგმები მკაფიო და სტრატეგიულია. ის არ იღებს გადაწყვეტილებებს ემოციურად, არამედ დაფიქრებულად. საინტერესო დეტალია, რომ ილია ხედავს პედი პიმბლეტთან ბრძოლის მნიშვნელობას. ამ ეტაპზე ის არჩევს მეტოქეს, რომელიც სტრატეგიულად მის ინტერესებში შედის. უფრო კომერციულია, ვიდრე სპორტული თვალსაზრისით ყველაზე რთული ბრძოლა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ილიაერიდება არმან სარუკიანს. პირიქით, ის გაცნობიერებულია მეტოქის შესაძლებლობებში და იცის, რომ სარუკიანი ძლიერია, მაგრამ პრიორიტეტი ბიზნესის და პოპულარობის თვალსაზრისით ახლა სხვა მეტოქია. ილია აღნიშნავს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია UFC-სა და მის ინტერესებზე, რაც აძლევს მოქნილობას. ეს ასევე ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუ გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ან შემოთავაზებები. პოლკის მთავარ ხაზში არის ის, რომ ილია ტოპურია გეგმავს ორი ბრძოლა 6 თვის განმავლობაში. პირველი ბრძოლა შედგება პირველ კვარტალში, მეორე ზაფხულში, სადაც შესაძლოა წონაში გადავიდეს ველტერულ კატეგორიაში. ამ ნაბიჯით ილია აპირებს მესამე სინტურონის, ყალბის სახელწოდება Pound for Pound Island-ის შექმნას და მონაწილეობას მიიღოს ბრძოლაში, რომელიც შეიძლება გახდეს სპორტის ისტორიული მოვლენა. ინტერვიუში ილია ასევე აცხადებს, რომ მზადაა შეეჯახოს ყველაზე რთულ მეკოქეებს, მათ შორის ისლამ მახაჩევს. ეს აჩვენებს, რომ მთავარი მისია არის სპორტული განვითარება, ხოლო კომერციული გათვლები დამატებითი ეფექტია, რომელიც უზრუნველყოფს პოპულარობასა და ფინანსურ სარგებელს. ასევე აღსანიშნავია, რომ ილია გონივრულად იყენებს სოციალურ მედიას. მაგალითად, ადრე თქვა, რომ ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან, ვისაც UFC გირჩევს, ხოლო ინტერვიუში უფრო კონკრეტულად ახსნა პედი პიმბლეტის არჩევანი. ეს აჩვენებს, რომ სტრატეგია თანმიმდევრულია, მაგრამ დამოკიდებულია კონკრეტულ კონტექსტზე და დროის ფენაზე. ამ ეტაპზე ილიას გეგმები აერთიანებს სტრატეგიული კომერციული ნაბიჯი, პედი პიმბლეტთან ბრძოლა, სპორტული გამოწვევები, ზაფხულის ბრძოლა უფრო რთულ მეტოქესთან, ახალი შესაძლებლობები, ველტერული წონის მიღება და მესამე სინტურონის ბრძოლა, მოქნილობა გადაწყვეტილებებში UFC-სთან შეთანხმება და საკუთარი ინტერესების გათვალისწინება. შედეგად, ილია ტოპურია აჩვენებს, რომ არის სტრატეგიული, მომზადებული და გონივრული მებრძოლი, რომელიც არამარტო სპორტულ მიზნებს დახავს, არამედ ახალ შესაძლებლობებს ქმნის კარიერის წინსვლისთვის და სპორტის პოპულარიზაციისთვის. ახლა გადავიდეთ უფრო დეტალურ ანალიზზე, რასაც ილია ტოპურია საუბრობს ინტერვიუში. ილია ხას უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ UFC ჯერ არ განიხილავს კონკრეტულ ბრძოლას, ის უკვე ხედავს სავარაუდო მეტოქეებს და სტრატეგიას. მისი ფოკუსი ახლა არის პედი პიმბლეტზე,
რაც წარმოადგენს სტრატეგიულ არჩევანს. ბრძოლა, რომელიც სავარაუდოდ უფრო მარტივია, თუმცა უფრო პოპულარულია მაყურებლის თვალსაზრისით. ილიას ინტერვიუ აშკარად აჩვენებს, რომ არმან სარუკიანი არ არის მთავარი არჩევანი. არა იმიტომ, რომ მას ეშინია, არამედ იმიტომ, რომ პრიორიტეტი არის კომერციული და კარიერული სტრატეგია. ილია კარგად იცნობს სარუკიანის შესაძლებლობებს და მის პოზიციას რეიტინგში, თუმცა ის აპირებს შეარჩიოს მეტოქე, რომელიც უფრო ხელსაყრელია ამ მომენტისთვის. ამავე დროს ილია საუბრობს მომავალი წლის გეგმებზე. 2026 წლის პირველი კვარტლისთვის დაგეგმილი ბრძოლა იქნება პირველი. შემდეგ კი ზაფხულში შედგება უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა ველტერულ წონაში, სადაც შესაძლოა შეეჯახოს ისლამ მახაჩევს. ეს აჩვენებს, რომ ილია მზად არის გამოწვევებისთვის, რომლებიც გადადის კონკრეტულ წონას და რთულ მეტოქეებს. ილია ასევე ახდენს სტრატეგიულ გათვლას სოციალურ მედიასა და პუბლიკაციებში. მან დაწერა ტვიტი, სადაც ამბობს, რომ ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან, ვისაც UFC გირჩევს. ხოლო ინტერვიუში კონკრეტულად ახსნა, რომ ახლა მისი ყურადღება პედი პიმბლეტზეა. ეს აჩვენებს, რომ ილიას გადაწყვეტილებები თანმიმდევრულია, მაგრამ დამოკიდებულია დროის კონტექსტზე და შესაძლებლობებზე. ოლკის მთავარი იდეაა, რომ ილია ტოპურია კონცენტრირებულია სტრატეგიულ ბრძოლებზე, კომერციული ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ არ ერიდება რთულ გამოწვევებს. მისი გეგმები მოიცავს პედი პიმბლეტთან ბრძოლა, რომელიც უფრო მარტივია, მაგრამ პოპულარულია. ზაფხულის ბრძოლა ველტერულ წონაში სავარაუდოდ უფრო რთულ მეტოქესთან, ისლამ მაჰაჩევთან. ახალი სინტურონის შექმნა, რომელიც გაზრდის პოპულარობას და ყურადღებას სპორტისთვის. მოქნილობა გადაწყვეტილებებში, რათა ადაპტირდეს UFC-ს გეგმებთან და საკუთარ ინტერესებთან. ეს ტაქტიკა აჩვენებს, რომ ილია არის მზადარებული მებრძოლი, რომელიც არამხოლოდ ფოკუსირებულია სპორტულ გამოწვევებზე, არამედ აქტიურად იყენებს კომერციულ სტრატეგიას და კარიერულ განვითარებაზე ფიქრობს. ასევე აღსანიშნავია, რომ ილიას სტრატეგია აერთიანებს სპორტულ და კომერციულ მიზნებს. პირველ ბრძოლაში აპირებს მარტივი, პოპულარული მეტოქის არჩევას, ხოლო მეორე ბრძოლაში ზაფხულში რთული, მოთმის და მნიშვნელოვან პრესტიჟულ ბრძოლაში. ეს აჩვენებს, რომ ილია ტოპურია გონივრილი, მომზადებული და სტრატეგიული სპორტსმენია, რომელიც აფასებს როგორც სპორტულ გამოწვევებს, ასევე კომერციულ შესაძლებლობებს. ძირითადად ეხება ილია ტოპურიას დროის მართვასა და კარიერული განვითარების გეგმის დეტალებს. ილია აღნიშნავს, რომ 2026 წელს ის აპირებს აქტიურად მონაწილეობას მიიღოს ბრძოლებში, რაც განსხვავდება 2025 წლისგან, როცა მისი აქტიურობა ნაკლები იყო. ეს აჩვენებს, რომ ილია გეგმავს სამომავლო გამოწვევებს მკაფიო სტრატეგიით, აერთიანებს სპორტულ მიზნებს და ბიზნეს შესაძლებლობებს. ილია დეტალურად საუბრობს, რომ პირველი ბრძოლა შედგება პირველ კვარტალში, ხოლო მეორე ზაფხულში, ველტერულ წონაში, სადაც სავარაუდოდ შეხვდება ისლამ მაჰაჩევს. ამით ის აჩვენებს, რომ მზად არის ორი ბრძოლისთვის 6 თვეში, რაც არ არის სტანდარტული მისთვის. ეს ასევე აძლევს შესაძლებლობას ახალი სინტურონის შექმნისთვის, რომელიც შესაძლოა გახდეს Pound for Pound Island, მნიშვნელოვანი და ინოვაციური იდეა UFC-სთვის. ილია ხას უსხავს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია UFC-სა და მის ინტერესებზე. ეს აძლევს მოქნილობას გადაწყვეტილებების მიღებაში და აჩვენებს, რომ ილია არ არის ემოციური მებრძოლი, არამედ გონივრული სტრატეგია აქვს. მისი არჩევანი, პედი პიმბლეტი, კომერციულად უფრო ხელსაყრელია, თუმცა სპორტული თვალსაზრისით არ არის ყველაზე რთული. ასევე აღსანიშნავია, რომ ილია გონივრულად იყენებს სოციალურ მედიას. ტვიტები და ინტერვიუები აჩვენებენ, რომ პლანირება თანმიმდევრულია, მაგრამ დამოკიდებულია კონკრეტულ კონტექსტზე. ამით ის აჩვენებს, რომ შეუძლია გადასვლა რთულ მეტოქეებთან, თუმცა სტრატეგიულად აპირებს პირველ რიგში უფრო პოპულარულ ბრძოლას. ილია ასევე საუბრობს სპორტის განვითარებაზე და ახალი აუდიტორიის მოზიდვაზე. მისი იდეა, ახალი სინტურონის შექმნა არ არის მხოლოდ პირადი ამბიცია. ეს კიდევ უფრო მეტს გაავრცელებს სპორტს, შექმნის ინოვაციას და დაეხმარება MMA-ს პოპულარობას მთელ მსოფლიოში. პოლკის ძირითადი მტკიცებულებები: ორი ბრძოლა 6 თვეში, აქტიურობა მაღალი, რაც ქმნის მეტ შანსს სპორტულ და კომერციულ წარმატებისთვის, სტრატეგიული მეტოქეების არჩევა, პედი პიმბლეტი კომერციულად უფრო ხელსაყრელია. დახვეწილი გეგმა ზაფხულისთვის, რთული მეტოქე, პოსიბლი ველტერულ წონაში, ახალი სინტურონისთვის, სპორტის პოპულარიზაცია და ინოვაცია, ახალი სინტურონის შექმნით იზრდება MMA-ის ყვალადება. ამ ყველაფრის ფონზე ილია ტოპურია აჩვენებს, რომ არის გონივრული მომზადებული და სტრატეგიული მებრძოლი, რომელიც აფასებს არამხოლოდ სპორტულ გამოწვევებს, არამედ კომერციულ შესაძლებლობებს და კარიერული განვითარების გეგმის მნიშვნელობას.
ილია გეგმავს აქტიურ 2026 წელს ორი მნიშვნელოვანი ბრძოლით. კომერციული და სპორტული ინტერესები ჰარმონიულად ერწყმოა ერთმანეთს. პირველი ბრძოლა პირველ კვარტალში მეორე ზაფხულში სავარაუდოდ რთულ მეტოქესთან. ახალი სინტურონის შექმნა შეიძლება გახდეს ინოვაციური ნაბიჯი UFC-სა და სპორტისთვის.